ჩვენ დღეს პოლიტიკურ ლიდერებთან გვექნება მოკლე გასაუბრება იმისთვის, რომ გავიგოთ სწორედ ევროკომისიის დასკვნის წინ მათი ამ პროგნოზები ან განწყობები ან თუ კი რაიმე ინფორმაცია იციან ახალი ამის შესახებ. Საღამოშვიდობისა ბატონიკა, მადლობა ჩართვისთვის. რაიმე თქვენი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ხელთ, რა შეიძლება ეწეროს ხვალ დასკვნაში, ვიცით რომ ჟონავს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, ძირითადად სამწუხარო ჩვენთვის არასასურველი. Დიახ, მადლობა პირიქით თქვენ მოპატიჟებისთვის. რა თქმა უნდა, ყველა დარწმუნებული ვარ, ვისაც რაიმე ტიპის კავშირი აქვს დასავლეთთან, რა თქმა უნდა, დასაშორლობის ფარგლებში ცდილობს მოიპოვოს წინასწარი ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი დოკუმენტის თაობაზე, რომელიც ხვალ გასაჯაროდებად მაქსიმუმ დღის 3 საათისთვის და ამ წუთის მდგომარეობით არაფერი ისეთი ხელშესახები, რაც თქვენ და თქვენს ტელემაყურებელს დაინტერესებდა, მე ახალი თვის თვალსაზრისით არ შემიძლია, თუმცა რაღაც რამდენიმე საათი დაგვრჩა და გვეცოდინება კაფიოთ თუ სად გავართ და რა უნდა გავაკეთოთ და კიდევ ერთხელ გვეტყვის ჩვენი დასავლელი არაერთი პარტნიორი თუ სად არის ხარვეზი და სად არის სივსე გაუმჯობესებისთვის. მე თქვენის ნებართვით ძალიან მოკლედ ეხლა მონოლოგს თქვენსაც უსმენთ სიამოვნებით და არ მინდა რომ გავმეორდე, ბევრი რამ ითქვა, მაგრამ უბრალოდ შევახსენებ მაყურებელს, რომ მთელი ეს პროცესი დაჩქარებული ტემპით ევროინტეგრაციის პროცესის ტორპედირებისა ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული ტემპით მოახერხა. სამწუხაროდ მაშინ, როდესაც ჩვენ მოლდოველებთან და უკრაინელებთან ერთად ეწოდებულ ტრიოში ვიყავით ლიდერები, ისიც ინერციით ვინარჩუნებდით ლიდერის პოზიციას და მივედით იქამდე, რომ აღმოჩნდით აუთსაიდერები. ნიკა, აი რა კითხვა მაქვს იცით აქ? აი რასაც თქვენ ამბობთ, ეხლა ეს უკვე ყველა ვიცით, სად ვიყავით, სად აღმოჩნდით, ახლა რა ხდება, ფონი როგორია, მაგრამ თქვენი აზრით როგორია ივანიშვილის შორს მიმავალი გეგმა? აი ახლა რა გადაწყდება, გასაგებია რომ ოცნებამაც არ იცის და ისიც ელის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ სტატუსის არ მიღება თქვენ ფიქრობთ რომ სასურველია ოცნებისთვის, ანუ თქვენ როგორც ოპოზიციური პარტია გაქვთ ასეთი აღქმა, რომ ამას ელის ოცნება და შემდეგ უკვე ყველაფრის ჩახურვას, ასე ვთქვათ, საქართველოს ირგვლივ ასეთი რთულია მდგომარეობა თქვენი აზრით? დიახ, სწორად ამის თქმას დაახლოებით ვცდილობდი, არ მინდა გავმეორდე ის, რაც ძალიან კარგად იცის თქვენმა მაყურებელმა განსაკუთრებით თქვენი და თქვენი კოლეგების მეშვეობით, მაგრამ მთელი რიგიან კასკადის თავდასხმების უკრაინელებზე, ევროპელებზე, არ განხორციელებული რეფორმებით დაწყებული და ბოლოს მივედით იქამდე სადაც მივედით, მაგრამ ვიკითხავს ალბათ თქვენი მაყურებელი, სად არის შანსი? შანსი განვითარების და პროგრესის არის, შანსი გადაჩენის არის, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ყველაფერს შეცვლის, ისეთი ფაქტორი, რომელიც უცვლელია, ისეთი, რომელიც დაუძლებელია და გადაულახავია ქართული ოცნებისთვის, ეს ის ფაქტორია, რომლის მეშვეობითაც და წყალობით ჩვენი დასავლელი მეგობრები ჯერ კიდევ დღეს ინარჩუნებენ მაღალ ინტერესს საქართველოს მიმართ. ეს არის ხალხის ფაქტორი, ეს არის ხალხის ისტორიული არჩევანი და ურყევინება ევროპაში შინ დაბრუნების მყარად ნება და ეს ფაქტორი უნდა რეალიზდეს. მე ნაკლებად ვისაუბრებდი ეხლა ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე, სიმართლეს გეტყვით, მე ვფიქრობ, ეს სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა ჩემი და ჩვენი როგორც პოლიტიკოსების მხრიდან საჯაროდ მით უმეტეს ამაზე დროის ხარჯვა არ მინდა, ვინაიდან დგება ცხოვრებაში, მათ შორის პოლიტიკურ საზოგადოებრივ ქვეყნის განვითარების რაღაცა მნიშვნელოვანზე მეტად ეტაპი, როცა შენი გეგმა უნდა წარმოადგინო და ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში, რომელიც ანტიდასავლური ნაბიჯებით გამოირჩეოდა და დღეს აი უფრო და უფრო უმატებს ამ მანკიერებას და მეტასტაზირების პროცესის უფრო ღვივდება, მოახვიო იქით შენი სტრატეგია და გეგმა. მოდით მაშინ სწორედ ეს არის ჩვენი მაყურებლის იმ ნაწილისთვის საინტერესო, რომელიც ახლა მაგალითად სულ ითხოვს ბოლო პერიოდშიც და ახლა განსაკუთრებით ოპოზიციურ გეგმებს. რა არის თქვენი გეგმა? 20 ახლოს არის, რა ხდება? ეს გეგმა იცით, მათ შორის ნამდვილად არსებობს და ამას დაინახავს საზოგადოება, სტრატეგიას გეგმაც
არა მარტო ოპოზიციის პარტიების, იმ ადამიანების, იმ ჯგუფების, ვისაც ნამდვილად ჯერა ჩვენი პოზიციის სისწორისა, არამედ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებთან კოორდინაციაში არსებობს ეს გეგმა და იარსებებს და ამას საზოგადოება ნახავს მარტივად, ნინო, შეუძლებელი არის, ხო, საქართველოს არის 1000 წლოვანი რაღაც ისტორიული ქსოვილი და შეუძლებელი არის სისხლით, ოფლით, წრემლით მოტანილი საქართველო, სადაც ბედნიერი წლები ყოფილა, პერიოდები, საუკუნეები, ეტაპები, ეს ყველაფერი ჩაბარდეს წარსულს, რატომ? იმიტომ რომ უსამშობლო რაღაცა ჯგუფ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ ხელისუფლება დაირქვან და არანაირი პრეტენზია არ აქვს, რომ ხალხის ნება გაითვალისწინონ და ხალხისმა შეისმინონ, ჩვენ ამ ინიციატივას ბიზინა ივანიშვილის აი ამ კომაგებს ხელისუფლებაში დაუტოვებთ სამარაჯამოდ. პირდაპირ გეუბნებით, მაშინ ფუჭია თითოეულ ჩემი და დაწყებული და სხვა ჩემი კოლეგებით გაგრძელებული ყოფნა ამ პროცესში. არაფრის ფასი არ ყოფილა. როგორ შეიძლება ვინმეს ქართულ ოცნებაში რეალურად გქონდეს იმისი ამბიცია ეხლა, რომ ქართველი ხალხი სწორ ისტორიულად უმნიშვნელოვანეს ეგზისტენციურად გადამწყვეტ ეტაპზე იქნება ინერტული, მათ შორის პოლიტიკური მოძრაობა. 1, 2 და 3 და რამდენიც ვართ. არავისთვის დასამტკიცებელი იქნება მოქმედება საჭირო, რა თქმა უნდა, იქნება მოქმედება მოყვანილი სისულში. იმის რომ ძალად მზად არის, თქვათ იგივე აქციაზე რაღაცა მოძრაობების შენიშვნისთანავე ეს თქვა პრემიერ-მინისტრმა. იმის იქნება დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ხალხი, სადაც ნამდვილად სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები იქნება. ჩემ შვილთან ერთად მივიდივარ სანდროსთან 7 წლისა და ჯერ 8 წლისაც არ არის და ბევრი ბავშვი და ბევრი ახალგაზრდა იქნება და გაანგებები იმყავს, რომ იცოდეს, რომ იქ იდგა და ჯერა რომ ემახსოვრება წლების შემდეგ, როდესაც წამოიზრდება და გაიზრდება. იქ იდგა, სადაც მნიშვნელოვანი რამ გადაწყდა, სადაც მნიშვნელოვანი იმპულსი საიდანაც მიიღო ქვეყნის განვითარების მომდევნო ეტაპებად. ეხლა რაც უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, რაც უნდა ისაუბროს ივანიშვილმა, ადამიანებმა, რომელსაც არანაირი არც ერთი მხარდაჭერი კოლეგა აღარ დარჩა საზღვარგარეთ, ხო? მათი საუბარი, ჩემის აზრით, არ უნდა იქნეს ყურადსაღები უკვე ის, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გაკეთდეს წრფელი გულით, რაციონალიზმით, პრაგმატულობით. ვიმედოვნებთ დღესაც, რომ ხვალინდელი ანგარიში მოსაზრება დატოვებს შანსს ქართული ოცნებისთვის, რომ მან ავრალურ რეჟიმში, მართლაც 24 საათის მუშაობის პირობებში 24 რიცხვამდე ძალიან მკაფიო უკვე სიგნალი გაუგზავნოს ადგილობრივ მოსახლეობას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ისინი ცდილობენ აი ასეთ რეჟიმში ვითარების გამოსწორებას. 20-დან 24-მდე პერიოდი იქნება ზეწოლის პერიოდი ხელისუფლებაზე. ფაქტობრივად კრიტიკული საზოგადოებისთვის და ოპოზიციისთვის იქნება ძალიან საინტერესო სამოქმედო გეგმა, თუ კი იქნება დათქმები და თუ კი იქნება ეგრეთ წოდებული ეს პირობითობა, ხო? თუ კი ევროკავშირი გვეტყვის, რომ ამ შემთხვევაში მოხვალთ ახლოს უფრო, მაგრამ თუ ესეც არ იქნა და პირდაპირ ყველაზე ცუდი ვერსია დაგვიდგა, თუ კი ჩვენ გვეტყვიან, რომ არა, ჩვენ ახლა ამ ეტაპზე არ ვართ საერთოდ მზად დათქმების პირობებშიც კი კანდიდატობისთვის და გამოიარეთ თქვა რამდენიმე წელიწადში. თუ კი ამას მივიღებთ, შემდეგ რა ხდება? დიახ, მე მაქვს რა თქმა უნდა ჩემი პროგნოზი არ უნდა უბრალოდ თავს მოვახიო საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები სტატუსის რა კონფიგურაციით მიღება არ მიღების თვალსაზრისით, ქართულ ოცნებაზე მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ან მან უნდა საბოლოოდ განგვიცხადოს ჩვენ ქართულ საზოგადოებას, რომ გრტოვებს და ცდელობას არ აკლებს, რომ აღმოვაჩინოთ საქართველოს უკვე, მათ შორის ჩვენივე თანამონაწილეობით, მე რა რომ ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ, ზოგი ოპოზიციაში ვართ, ზოგი დაპირისპირებულები ვართ, ხო? გინდა არ გინდა ჩვენ ვიქნებით ნამდვილად თანამონაწილეები ისტორიული უსამართლობის. ახალი რკინის ფარდის, უსამართლო რკინის ფარდის მიღმა. ამის შესაძლებლობას არავინ არ მისცემს. ეს კარგად უნდა დაიმახსოვროს იქ ივანიშვილის წარმომადგენლობამ. ამიტომ იქნება ეს პირობებით წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ამ პირობებს დაჭირდება
შესრულება. ამ პირობების შესრულების თაობაზე, არ შესრულების თაობაზე ნება უნდა გამოხატოს პირველივე საათებში, ხო, ქართულმა ოცნებამ და უნდა თქვას, რამდენად ეთანხმება ევროპულ პარტნიორებს თუ კიდევ გააგრძელებენ იგივე ხელწერით თავდასხმას ევროპულ საზოგადოებაზე, ხო, და ყველაზე მათ შორის თუ კი მართლაც გაგვიმართლა მიუხედავად არასაიმედო განცხადებებისა დღეს გუშინ ევროპელი პარტნიორების მხრიდან და მივიღეთ რა თქმა უნდა სტატუსი იმდაგვარად რომ პირობები არ მოყვება რა თქმა უნდა ყველა გავიხარებთ და ამისათვის არანაირი ძალოვნება და ენერგია და დრო არ დაგვიშურებია არ ჩვენ და არ სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ქართულმა ოცნებამ არაფერი დასამალი აქ არ არის, უნდა კარგად გაიაზროს რას ეუბნება საზოგადოებას არა უბრალოდ 20 რიცხვის შემდეგ, ან 24-ის შემდეგ. აი ხვალ ერთ რაღაცაში შევიტანოთ თქვენს კორექტირებას. ხვალ საღამოს 17 რიცხვში, როდესაც მოსაზრებები ცნობილი იქნება და მეტნაკლებად იქ უკვე აქცენტირებული პასაჟები იქნება, ხო, გავრცელებული. საზოგადოება მათგან უნდა გაიგოს 24 რიცხვამდე რას აპირებს. იმიტომ რომ იქ არ ეწერება ისეთი პუნქტები, რომელიც კავშირში არ იქნება 24 რიცხვი, პირიქით ჭიდროდ იქნება დაკავშირებული და ხვალ საღამოსთვის ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას უნდა ამცნოს, აპირებს გაითვალისწინოს თუ კვლავ თავს დაესწრება, როგორც ევროპარლამენტარებს დაესწრა და როგორც ესწროდა თავს თვეების განმავლობაში უკრაინელ პარტნიორებს, ომში მყოფ ადამიანებს, რაც ჩემთვის იყო ლაკმუსის კაღალდი, რომ თუ არ ჯერა უკრაინის წარმატების შენ არ ახარ დასავლეთის მხარდაჭერი. გადაჭარბების გარეშე არავის არ ძაფრავ, როგორც არასოდეს ყოველ შემთხვევაში მე რაც პოლიტიკურ პროცესში ვარ, აი 8 წლის განმავლობაში ასეთი მნიშვნელოვანი გადაჭარბების კიდევ გარეშე პერიოდი არ ყოფილა. აი არათუ იქნება დანამდვილებით შემიძლია გითხრათ ჩათვალეთ რომ ხელის გაწვენის მანძილზე არის უკვე ეს დღეები. დანარჩენი მისი უდიდებულესობა ხალხის გადასაწყვეტი იქნება და გადაწყეთს ისე როგორც ამა ქართულ ერს ეკადრება. ამაში აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება და ნუც ბიზინა ივანიშვილს შეეპარება ეჭვი. რა ფასადაც არ უნდა დაგვიждდეს ეს. სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიждდეს. რატომ? იმიტომ რომ ამისთვის უგზავნია თაობებს. ამისთვის ყველაფერი გაუღია თაობებს. ყველაზე ძვირფასიც რაც მათ ქონია სიცოცხლეც და არ ჩვენ ვიქნებით გამონაკლისები. მადლობა ნიკა მელიას.